მოგესალმებით, ქართული იარაღის მუზეუმი. ამჟამად ვიყოფები გლდანში, სახლში. ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს. ვებრძვით გამოწვევებს, ძალიან ბევრი პრობლემაც გვაქვს, მაგრამ მოდით კარგზე ვისაუბროთ. აი ეს თვე იყო ძალიან მდიდარი მოვლენებით და მინდა გითხრათ რა გვაქვს ჩვენ სიახლე. მოკლედ ჯერ დავიწყებ აი თორნიკე ნახატია დღემალაძის, ეს არის ძალიან მაგარი ქართველი მეომარი. მერე გადავიდეთ შოთა თხილიშვილის აი ეგ გაგვიკეთა და გვაჩუკა, ანუ დიდი მადლობა მას, იმიტომ რომ ეს არის ესეთი თავისებური ხევსური, ძალიან მაგარი ნივთია და ორივე ამ ხელოვანს მხარდაჭერა ჭირდება და შეკვეთები და მოკლედ მოგიწოდებთ რომ მხარი დაუჭიროთ. ასევე ჩვენ გვყავს ბატონი ნიკოლოზი ჯიბია მისი პროდუქცია და აი ესეთი მისი გამოგონებული მოდელი, აი ესეთი მინდა გაჩვენოთ. აი ესეთი მოდელი გვაჩუკა. ძალიან დიდი მადლობა მას, უკვე მეორე საფული გვაქვს საჩუქრად და წარმატები მას ყველა სფეროში, ისევე როგორც ამ კომპანია ჯიბეს და ასევე სპორტშიც. და მინდა გავაგრძელო წიგნებზე რა, წიგნები დაგვემატა, წიგნების ფესტივალზე ვიყავით და მინდა ვთქვა, რომ ალექსანდრე მიქაბერძის წიგნით შევიძინეთ და უცხოურ წიგნებს შევიძინეთ, რაც გაამდიდრებს იარაღის მუზეუმის ბიბლიოთეკას. ეს არის დანები, ძალიან საინტერესო დანებზეა აქ, ძირითადად სხვადასხვა საბრძოლო დანებზეა საუბარი. დასაკეცები აქ ცოტა არის. ეს არის პანტერას აღდგენის მცდელობები, თუ როგორ ხდებოდა რესტავრაცია. კონკრეტულ ერთ ტანკზე არის რამდენი წვალებაა ჩადებული ამის აღდგენაში. ასევე არის უნიფორმები, ანუ ნაპოლეონის, იმიტომ რომ პირველი მსოფლიო ჰქონდა ჩვენ და ამერიკის ომი ჰქონდა და ეს არის ნაპოლეონის ომი და ასევე არის მეორე მსოფლიო ომი და აქ არის ასევე რაინდები. მინდა გოგიტიძის ორ წიგნზე ვისაუბრო. აი ეს ორი წიგნი არის სამხედრო ელიტა კავკასიის და საქართველოსი და აი ეს წიგნი ჩამივარდა ბუკინისტებში, შევიძინეთ, აი ესეთი წიგნი არის ეს. ეს ჩრდილო კავკასიაცია და ეს არის პირველი ნაწილი საქართველოს. ასევე ძველი სახელმწიფოები კავკასიის და შუა აზიის, აქაც კოლხეთის არქეოლოგია ძალიან არის კარგად წარმოჩენილი. უნდა გითხრათ ეს. აი ეს არის ხის სახლები და სოფლები საქართველოში. ძალიან საინტერესო წიგნია. დიდხანს ვოცნებობდი ამ წიგნზე და დიდი მადლობა ამ წიგნის მოწოდებისთვის. და ბატონმა დავითმა მოგვაწოდა ის, მოუნიშნავ მას ასევე და უყურეთ როგორი წიგნი ჩამივარდა. ეს წიგნი არის ოდა სახლი რაჭაში და აი აქ არის ჩემი სოფელი, ანუ პატარაონის სოფლიდან არის ბერაძის სახლი. პატარაონის რამოდენიმე ჩუქურთმა არის აღწერილი აქ, მაგრამ ეს სახლი განსაკუთრებით ბევრჯერ ხვდება ფოტოებში. ძალიან კარგი წიგნები შევიძინეთ და რაც მთავარია, კავკასიის ომები. კავკასიის ომები შევიძინეთ და კავკასიის ომებზე რამოდენიმე წიგნია. ეს წიგნები გამოცემულია რუსეთში ან დიდ ბრიტანეთში. ეს მე-19 საუკუნეშია გამოცემული და ერთი პერიოდი ავტორი აკრძალულიც კი ყოფილა. მოკლედ აი ეს არის კავკასიის ომებზე. აი ეს წიგნი იყო გაზეთის სახით, დიდი გაზეთის A3 ფორმატის წიგნია მეფის რუსეთზე. ეგ წიგნი გრავიურების გარეშე მე შეძენილი მქონდა და ყველაზე მთავარი ის არის, რომ აქ არის ძალიან ბევრი ნახატი. აი ამ ტიპის ნახატები იმ წიგნიდან სამწუხაროდ იყო ამოხეული და ძალიან გამიხარდა, რომ ეს წიგნი მე გრავიურებით უკვე
შევავსე. ანუ რაღაც ჩასწორებებიც აქვს გაკეთებული, თუ შეცდომები იყო და მოკლედ აი გახედეთ როგორი ტიპის გრავიურები აი ესეთი არის აქ ამ წიგნში. ძალიან საინტერესო ცნობებია კავკასიურ ომებზე და მოკლედ ეს ცნობები მე-19 საუკუნის არის და ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე არის გერმანელების წიგნი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და აი ეს წიგნებიც ძალიან საინტერესოა, ძმადნაფიცობის ინსტიტუტი მაგალითად. და ასევე აი ეს წიგნი ვაჩუქეს მეგობარმა გვაჩუქა ჩვენ. თუმცა ძმადნაფიცობის ინსტიტუტი და ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია. კიდე რა უნდა ვთქვა, ამერიკის ისტორიაზეც შევიძინე, იმიტომ რომ ალბათ იცით რომ მე ინდიელები ძალიან მიყვარს, ცოტა არის ინდიელებთან ომებზეც ასევე არის აქ. და კავკასიის ომებზე ბევრი რამე წერია, ბევრი საინტერესო ფაქტი წერია. მოკლედ ყველას დიდი მადლობა, ვინც ხარში გვიდგას, ვინც დაგვეხმარა, ვინც მოდიხართ მუზეუმში და თანხებს ვწირავთ, იცოდეთ რომ აი აქ ამ მაგიდაზე ძალიან დიდი თანხა დავხარჯე მე მთელი შემოსავალი ძირითადად წიგნებში დავხარჯე, იმიტომ რომ ეს წიგნები ძალიან მნიშვნელოვანია და რასაც მომავალ თაობებს გადავცემ მერე უკვე თხრობისას. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. მე თითქმის 7 წუთია ვლაპარაკობ. მადლობა რომ მომითმინეთ და ყველაზე დიდი თხოვნა არის ჩემთვის, იმიტომ რომ ამას მუზეუმის გვერდზე ვტვირთავ და ლაიქი და კომენტარი არ დაგავიწყდეთ. მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ, წარმატებები გვისურვეთ მეც მუზეუმს და იმ ხელოვან ხალხს, ვინც ამას აკეთებს. წარმატებები, დიდ პატივს გსცემთ და კიდევ ერთხელ მადლობა.